ერთადერთი საარჩევნო კლიპია, სადაც მერობის კანდიდატი ზვია ძიძიგური ზურაბ ნოღაიდელის გვერდით ჩანს. უფასო წინა საარჩევნო პოლიტიკური რეკლამაც საზოგადოებას არა ზვია ძიძიგურზე, არამედ ეროვნული საბჭოს საქმიანობაზე მოუთხრობს. ბილბორდისა და სარეკლამო ტიხარის გარეშე დარჩენილმა ძიძიგურმა საზოგადოებაში ეჭვი გააჩინა, რომ მას და მის პოლიტიკურ კარიერას ზურაბ ნოღაიდელი აღარ აფინანსებს. გავრცელებული ინფორმაციით ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც წლების წინ ერთი თვის ხელფასი მილიონიც კი ჰქონდა, ახლა ხელმომჭირნე გახდა, რაც ეროვნულ საბჭოში ერთ-ერთი დაპირისპირების მიზეზი გახდა. წყაროს ცნობით სიძუნწის გამო ნოღაიდელს ეროვნული საბჭოდან გარიცხვითაც ემუქრებიან, თუმცა გაერთიანებაში დაძაბულობაზე ხმამაღლა არ საუბრობენ და დაპირისპირებას გამორიცხავენ. ახალ თაობას უნდა კითხოთ, საიდან მოიტანა ის ინფორმაცია, რომელიც რეალობას არ შეეფერება. ანუ ნოღაიდელის გარიცხვა არა რა თქმა უნდა. ძიძიგურის თანაგუნდელ კობა დავითაშვილს არ დაუმალავს, რომ სამტრედიის ყოფილი პრეფექტი თავის შემოსავლებით საარჩევნო კამპანიას ვერ აფინანსებს, ხოლო მისი თანაგუნდელი ზურაბ ნოღაიდელი მას საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში არ ეხმარება. პრაიმერით მერობაზე დაწუნებული კანდიდატი აცხადებს, რომ ზვია ძიძიგური ვალდებულია ქალაქის მერობის პროგრამაც თავად შექმნას და წინა საარჩევნო კამპანიაც თავადვე დააფინანსოს. მოდით ვთქვათ ღიად, ვინაიდან ის არის მერობის კანდიდატი, თბილისისთვის პროგრამა უნდა დაწეროს ზვია ძიძიგურმა. ასევე ფინანსებზე ზრუნვა თავარი კანდიდატის, ასე ვთქვათ, კისერზეა. რაც შეგვიძლია დავეხმარებით. ბუნებრივია, როგორც ასე ვთქვათ, ახლა ზოგს ბევრი შეუძლია და ზოგს ნაკლები, მაგრამ ვალდებულება ამისი არა გვაქვს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციით საბჭოში განხეთქილების მიზეზი ზურაბ ნოღაიდელი ოპოზიციაში პოზიციის გასამტკიცებლად თანხებს არ იშურებდა. ახლა, როდესაც მის მხარდამჭერ ძიძიგურს დავითაშვილსა და კუკავა საზოგადოებასთან ერთად ოპოზიციის მეორე ფლანგი დაუპირისპირდა, ნოღაიდელი ფულს აღარ ხარჯავს. თუმცა საზოგადოებას ძიძიგურის ბილბორდების თბილისის ქუჩებში გამოჩენას მაინც სპირდება. ჩვენი რეკლამები არის და მალე იქნება კიდევ უფრო მეტი რეკლამა, რომელსაც დამზადების პროცესშია. მედიასთან პარტიაში დაძაბულობაზე არც თავად მერობის კანდიდატი საუბრობს. ძიძიგურის საარჩევნო რგოლებს, რომელიც საზოგადოებას ამცნობს, რომ ისიც ქალაქის მერობის პრეტენდენტია, თბილისელებს უახლოეს მომავალში ჰპირდება. ყველაფერი იქნება, ჯერ ადრეა, ჯერ ერთი თვეა წინ. დრო, რომელზეც პრაიმერის გამარჯვებული საუბრობს, დღითი დღე ნაკლებია. თვითმმართველობის არჩევნებამდე 31 დღე დარჩა. თბილისის მერობის სამტრედიელი კანდიდატი თავისი კამპანიის ძირითად ნაწილად არა ბილბორდებს და სარეკლამო რგოლებს, არამედ საზოგადოებასთან კონტაქტს მიიჩნევს. საზოგადოებასთან, რომელიც მის შეკრებებს ნაკლებად ესწრება.